ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ხდომაზე საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს წევრთათვის ხარჯების ანაზღაურების გაზრდაზე იმსჯელეს. იანვრის თვიდან საკრებულოს აპარატის წევრებსა და საჯარო მოხელეებს ხელფასები, ხოლო რიგით დეპუტატებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის ხარჯების ანაზღაურება გაიზრდებათ. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული მატება კანონის დაცვით მოხდა და მხოლოდ 10% შეადგენს, რაც შეეხება ოპოზიციას აცხადებენ, რომ ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი 250 ლარია, ხელფასების მატებაზე უხერხულია საუბარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროზე განხილული იქნა სხვადასხვა საკითხები შემდგომში სტომაზე გატანის მიზნით. ერთ-ერთი საკითხი ამათგან ალბათ რომელიც შეიძლება საზოგადოებისთვის მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ეს არის თანამდებობრივი სარგოების და საჯარო მოხელეების და დეპუტატების ხარჯვითი ნაწილის გაზრდის შესახებ, როგორც თქვენთვის ცნობილია და მოქალაქეებისთვის ცნობილია საქართველოს მთავრობის განკარგულებით ეს არის მატება, რომელიც ითვალისწინებს 10%-ს და ყველა ამ ჩამოთვლილ ადამიანებს ჩამოთვლილ მოსამსახურეებს მოემატათ 10%-ით გაეზარდათ ხელფასის 10%-ით. იცლება ჩვენი ქალაქები, იცლება ჩვენი რაიონები და იმისთვის რომ ადამიანმა, ასე ვთქვათ, გამოიკვებოს, რაღაც ელემენტარული მედიკამენტის ყიდვის საშუალება შეძლოს, ერთ-ერთი ალტერნატივას ქართული ოცნება თავაზობს აი საჯარო სამსახური, სადმე თუ კიდე დასაქმდები და შემდეგ ხელფასზე თუ ექნება, შემდეგ ვისაც აქ ვერ დაასაქმებენ, შემდეგ აიპებში დაასაქმებენ და ამ ადამიანებს უმატებენ ხელფასს. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა იყოს მოქმედი, ასე ვთქვათ, არ უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის შრომა და მისი ღირებულება ერთმანეთს, მაგრამ არ შეიძლება არ შეესაბამებოდეს მაგალითად ასე ვთქვათ, მერის ხელფასი იყოს რამოდენიმე 1000 ლარი და ამ დროს ასე ვთქვათ, სოციალური ასე ვთქვათ, ყოველწლიური გადაანგარიშება არ იზრდებოდეს და იყოს 250 ლარის ფარგლებში მერყეობდეს და მე მინდა ამ ადამიანის პასუხისმგებელ პირებს უთხრა, რამდენად შეძლებენ ისინი 250 ლარად ერთი ადამიანის თვიდან-თვემდე გამოყვებას.